დღეს 18 მარტს ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტები უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით ისაუბრებენ. ეს იქნება პირველი სატელეფონო საუბარი დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის მას შემდეგ, რაც უკრაინა დაეთანხმა 30 დღიან ცეცხლის შეწყვეტას. მიუხედავად იმისა, რომ ვლადიმერ პუტინს ცეცხლის შეწყვეტის ეს შეთანხმება სრულად არ უარყვია, მან ისეთი პირობები წამოაყენა, რაც უკრაინისთვის მიუღებელი იქნება. მათ შორის არის უკრაინის გადაიარაღებისა და მობილიზაციის შეჩერება, ასევე დასავლეთის სამხედრო დახმარების შეწყვეტა. მსგავს პირობებზე დათანხმება ევროპისთვის სავარაუდოდ სასურველი არ იქნება, რადგან დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი აძლიერებენ ძალისხმევას იმისთვის, რომ კიევს რაც შეიძლება მალე მიაწოდონ ახალი სამხედრო დახმარების პაკეტები. რუსეთის პრეზიდენტმა შესაძლოა წამოაყენოს ის მოთხოვნებიც, რომლებზეც 2021 წელს საუბრობდა, რაც მხოლოდ უკრაინას არ ეხება. ერთ-ერთი ასეთი მოთხოვნაა ნატომ შეწყვიტოს იარაღის განთავსება იმ ქვეყნებში, რომლებიც ალიანსს 1997 წლის შემდეგ შეუერთდნენ. ეს არის მისი უფრო ფართო მიზნის ნაწილი, შეზღუდოს ნატოს გავლენა რუსეთის საზღვრებთან. მოლაპარაკებების დაწყებამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მხარეებმა უკვე ისაუბრეს გარკვეული აქტივების დანაწილებაზე. რუსეთთან საქმე საკმაოდ კარგად მიდის, განაცხადა დონალდ ტრამპმა კვირას 16 მარტს და დაამატა, რომ ძალიან დიდი შანსია, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შედგეს. კითხვაზე მოუწევს თუ არა უკრაინას რაიმეს დათმობა. ამერიკის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინთან ტერიტორიების დანაწილებასა და ელექტროსადგურებზე ისაუბრებს. სავარაუდოდ დონალდ ტრამპი ევროპაში ყველაზე დიდ ატომურ ობიექტს, ზაპოროჟიეს ატომურ სადგურს გულისხმობდა. დონალდ ტრამპის განცხადებებმა ტერიტორიების დაყოფის შესახებ ბევრს 1945 წლის იალტის კონფერენცია მოაგონა. როდესაც იოსებ სტალინმა, უინსტონ ჩერჩილმა და ფრანკლინ რუზველტმა გაყვეს ევროპა ამერიკის მოკავშირე დასავლეთ და საბჭოთა კავშირის მიერ კონტროლირებად აღმოსავლეთად. თუმცა დუმის პრესპიკერმა დიმიტრი პესკოვმა მსგავსი შედარებები მაშინვე გააქრო და განაცხადა, რომ გლობალური რესტრუქტურიზაცია და ახალი იალტა დღის წესრიგში არ დგას. ამერიკული გამოცემა სემაფორი ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინაში ომის შეწყვეტის შეთანხმების ნაწილად განიხილავს რუსეთის ტერიტორიად ყირიმის აღიარების შესაძლებლობას. წყაროთა თანახმად განიხილება გაეროსადმი ანალოგიური მიწოდების შესაძლებლობას, თუმცა ყირიმის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. თუმცა ნიუ-დელიში უსაფრთხოების კონფერენციაზე საუბრისას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრიი სიბიჰამ კიევის წითელ ხაზებთან დაკავშირებით ისაუბრა, რაც მოიცავს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების საერთაშორისო აღიარებას, მათ შორის ყირიმს, უკრაინის შეიარაღებული ძალების შეზღუდვას და უკრაინის ევროკავშირსა და ნატოს მიღმა დარჩენას. ბოლო პერიოდში რუსი მაღალჩინოსნები ვაშინგტონთან ურთიერთობების გაუმჯობესებაზე საუბრობენ. რამდენიმე დღის წინ რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელმა კირილ დმიტრიევმა თქვა, რომ მალე მოელის ილონ მასკთან მოლაპარაკებებს მარსის პოტენციური მისიების შესახებ. დმიტრიევის განცხადებით, მოსკოვს სურს ითანამშრომლოს SpaceX-ის აღმასრულებელ დირექტორთან, რათა გაზლიერდეს რუსეთის კოსმოსური სააგენტო როსკოსმოსი და სახელმწიფო ბირთვული კორპორაცია როსატომი. როგორც რუსმა, ისე ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა გამოთქვეს ინტერესი ეკონომიკური თანამშრომლობის აღდგენის შესახებ, მას შემდეგ, რაც უკრაინაში მშვიდობა დამყარდება.